მეგობრებო და დღეს მე უნდა ვისაუბრო დებილურ საბავშვო კონტენტზე ემილიაზე და ეს ყველაზე ცუდი იუთუბერი არის ემილია და რადგან ემილია ახარბებს ბავშვებს და მართლა ახარბებს ბავშვებს და თუ გაინტერესებთ მართლა ახარბებს ბავშვებს და შეიძლება ზოგი იუთუბერი ახარბებდეს, მაგრამ მილიარდჯერ არა. ეხლა ნახავთ ახარბებს თუ არა. მართლა ახარბებს ბავშვებს დამიჯერეთ და აბა ეხლა ვნახოთ დახარბება. და კიდე 1000 სისულელე სასწავლის ბავშვებს. ეხლა ამ ერთ ვიდეოზე იმასაც მოვწერნი, სადაც ახარბებს ბავშვებს, მაგრამ ამ ვიდეოზე ეხლა ვისაუბროთ. იყიდეთ სუნელები და ვინც არ იყიდის. რა კრინჯობა ვაფშე, რამე ნორმალური მაინც დაგედო, ვის რა ფეხებს ვერ მოჭამ კიდე. ცერც ვერ მოჭამ ფეხებს, გაიგე? შეუბედურო, ფეხები არავის არ მოჭამო, ბუმ, არა ის კიდე, ფეხები არავის არ მოჭამო კიდე. აი დახარბება. ჯერ დახარბება არ არის, მაგრამ ჯერ ამას ჩაუწევ თორე დავყროდი, ვინმე შემთხვევით დაუწიე. ვინმე რა კრინჯობაა. ცოტა ხანში კი იქნება ალბათ დახარბება. პირველი დახარბება. ეს არის დახარბება. მეტი არაფერი. და ამიტომ ვისაც გყავთ ეს ვიღაცა გამოწერილი, გაუქმეთ. დახარბებებია მარტო. მეტი არაფერი. აი ვაფშე სასწავლებელი პიცის სწავლაო და ვაფშე რა დებილობა გამოვიდა საერთოდ. წყალი რანაირად შეუულია მარტო გამოცხობა. თუ არ შეგიძლია დაეტიე რა შესაძლიას, რა უბედურებაა საერთოდ. დამწვარი გაუბედურებული. და მაგ დაწვას სასწავლი ხალხს. აი კიდევ ერთი დახარბება. და ამიტომ არ შეიძლება ემილიას ყურება და მაგას ჯობია უყუროთ რომელიმე ამიკო ზარქუას, მარსელის და ქიმიარას და ეგეთ ვიღაცებს რა და არა ამ ბანძ იუთუბელებს. და ვაფშე როებს სასწავლიან კიდე. ეგ რო არიან. მოიცა პოდკასტერთან გონი. ვაფშე აი მას რო უყუროს ადამიანმა, ხო გაიმეორებენ ეგენიც. აჰა, უკვე რამდენიმე წამი გავიდა და გამოწერას გთხოვენ. მაგ კრინჯობაში ახლა ვინმე გამოუწერს, ვინც კრინჯია ის გამოუწერს. რას აშუშინე ბავშვებს რა და ვაფშე რა დებილობებს აკეთებ. ეხლა ეს კაცი მეწოდება ეგრე რო აწამებენ. აი როგორ შეიძლება ესეთები რომ მარტო დატოვონ. გავაგრძელოთ ისე. ეხლა ხმა ჩაუწიე ხო და ვიცი ის რა ქვია რაღაც კრინჯობებია რა. ამ ვიდეოში კი არა, სხვა ვიდეოში ვნახე. ემილიას ვიდეოში არა და ეს რა ვიმი რა ქვია ამას კაცო. გამარჯობა ჭიანჭველა, იქნებ იქით წახვიდე. ჩემთან რა უნდა. არის ეხლა ესთვის რა შეაინტერესებს. იქნებ მაღაზიაში წახვიდე და რამე იყიდო. კიდევ ერთი დახარბება. რა გასაკავირია. და მას რო აყურებენ ბავშვებს, აი ძალიან მიყურს. აი ეს კრინჯობა როგორ შეიძლება რომ აი კიდევ ერთი დახარბება. აი დახარბება კიდევ ერთი. ეს არის კიდევ ერთი დახარბება. და იქნება რამე ნორმალური და თუ არავინ არ ტელეპორტდება მასე. აფრიკაში ხარ, ისა ტყეში ხარ, რო ტოსო ამ ისეთ კითხვას როცა არავინ არ გაგცემს.
კიდევ ერთი დახარბება, ნუ გამოვტოვე რომ არ იყოს დახარბება, რომ არ დაგახარბოთ და ამიტომ გამოვტოვე. გავიდა რამდენიმე ხანი და კიდევ ერთი დახარბება. აი კიდევ ერთი დახარბება და ისა რა ამას ჯობია ვინმე გეიმერს უყუროთ და უიტრე ამას რა მილიარდჯერ დაახარბეთ რა არის ვა რამე ნორმალური მაინც და ამიტომ ჯობია რომ სხვა რაღაცებს უყუროთ რა არა ამ ვიღაცას მაგარი კრინჯობაა და მართლა კრინჯები უყურებენ რა და ვაფშე კიდევ ერთი დახარბება და ეს როგორ შეიძლება რომ ვინმე მოყუროს რა დახარბება მეტი არაფერი და ეს კი ესად იყურება გიგონება თვალები ისე რომ რამე დაინახა ისე იყურება ნუ ძალიან ბევრი რამე გაგონილა რომ ფილმებში რომ კოცონის რაღაცებს იძახებდნენ მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ისა რა ქვია აპაჩს რო არ იძახებდნენ მაგით მაგას ეძახით რომ ცეცხლია ცეცხლი კი არა თუ დააკვირდებით ეს არის ხელოვნური ხელოვნურად არის ეს ცეცხლი გამოყენებული და არა ნამდვილი ცეცხლი ნუ თუ დააკვირდებით მიხვდებით და მართალია ვერ მიხვდებიან 2-3 წლის ბავშვები მაგრამ მაინც ვიტყვი მოკლედ გაიგებთ აპაჩია აპაჩი კიდე რომელ ბავშვს უყვარს ერთი გამაგებინეთ ხახვის ნუ პატარა ბავშვს ნუ დიც ეყვარება აბა რა დიც მართლა ეყვარება ნუ ეს აუ